ახლახანს მოვედით რუსლან შამახიას საცხოვრებელ სახლთან, თუმცა თქვენ უკვე ხედავთ სადარბაზოსთან პოლიციის თანამშრომლები, რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი არის აქ და როგორც მეუბნებიან, შიგნით შესვლა არ შემიძლია. შეგიძლიათ მითხრათ უკვე შიგნით არიან თქვენი თანამშრომლები, ჭხრეკა მიმდინარეობს თუ ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მაშინ შესვლა ეს განგვიმარტეთ. რას ეფუძნება თქვენი ეს ბრძანება რომ არ შევიდეთ? მიმდინარეობს უკვე ჭხრეკა დაკავებულია რუსლან შამახია შეგიძლიათ რაიმე მითხრათ? არ მაქვს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. ჩვენ ვიცოდით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ აძლევდნენ საშუალებას სახლში შესვლის. და თქვენ გვითხარით რა საგამოძიებო მოქმედებებია მაშინ ეს მითხარით? არ გვაქვს ინფორმაცია. კონკრეტულ კომენტარს მეც ვერაფერს ვერ გავაკეთე. ხო, მაგრამ ხომ უნდა მითხრათ აქ რატომ დგახართ სადარბაზოსთან? ინფორმაცია ხომ უნდა მომეწოდოთ უბრალოდ? გააკეთებენ განცხადებას, ყველა ინფორმაციას მოგაწვით პრეს-ცენტრით, როცა საჭიროდ ჩათვლის. თქვენ გესმით პოლიციის თანამშრომლები არ გვაწვდიან ინფორმაციას, თუმცა მათი აქ დგომა უკვე ნიშნავს და ის რომ ჩვენ შიგნით შესვლა არ შეგვიძლია, უკვე ნიშნავს სავარაუდოდ რომ პოლიციის თანამშრომლები სხვები უკვე შიგნით არიან. რუსლან შამახია ეს არის კუდის ყოფილი უფროსი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია და სახლში ახლა მასთან ჭხრეკა მიმდინარეობს. ეს არის ინფორმაცია, რომლის გადამოწმება ჯერჯერობით ადგილზე არ შეგვიძლია. ჩვენ პოლიციის თანამშრომლებთან უკაცრავად რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შეგიძლიათ მოვაწოდოთ ინფორმაცია თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ხომ იყო ეს ადამიანი მოკლედ სიტუაცია არის ასეთი ერთი საპატრულო ეკიპაჟი დგას აქ და ჩვენ რამდენიმე წუთია რაც აქ მოვედით არ ვიცით რამდენი ხანია მიმდინარეობს ეს პროცესი ამ საცხოვრებელ სახლთან სავარაუდოდ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სახლის ჭხრეკა თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას უფრო მეც ადგილზე მყოფი სამართალდამცველები არ გვაწვდიან და ტრადიციულად შემოიფარგლებიან ტრადიციული პასუხით რომ პრესენს აბა კიდევ ერთხელ ვწდი სხვა პოლიციელთან შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს რისთვის მოხვედით ხომ შეგიძლიათ ხო არ ვიცი კოლეგას უნდა გავისაუბრო რაღაც საქმესთან დაკავშირებით მაგრამ შიგნით შედიხართ ალბათ ხო ბატონო სადარბაზოში შესვლის საშუალება აქ მაცხოვრებლებს აქვთ შესვლის საშუალება მაცხოვრებელი რომ მოვიდეს თქვენ შეუშვებთ? არა, მაინტერესებს მედიის არის თუ მაცხოვრებელსაც არ უშვებთ? რადგან არ ვიცი რა საგამოძიებო მოქმედება ტარდება შიგნით. კითხავს გვისვავთ რომ მაცხოვრებელი შეუძლია არ არის მაცხოვრებელი, აბა სადაა? ჩვენთვის არის შეზღუდული შესვლა? მე გადავწყვეტ მოკლედ ასეთია ვითარება მაქსიმალურად რისი თქვა შეიძლება ამ ეტაპზე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაც გვაქვს არის ეს მე შეგახსენებთ რომ ეს არის რუსლან შამახია საქართველოს კუდის ყოფილი უფროსი რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დააკავეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე თუმცა ამ ინფორმაციის დაზუსტება ადგილზე არ შემიძლია გამომდინარე იქიდან რომ პოლიციის თანამშრომლები აქ დამატებით კომენტარს არ აკეთებენ დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდიან